მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს მაუწყებლობას გადაცემით მარადიული ფასეულობები, რომლის წამყვანებიც ვართ ნატა თარხანმოურავი და მანანა არველაძე. მე შესავალ სიტყვას არ გავაკეთებ დღეს და მანანა პირდაპირ წარგვიდგენს ჩვენ დღევანდელ სტუმარს, პრინციპში მას წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ უბრალოდ წესი ითხოვს ამას. დიდი მადლობა ნატა, მოგესალმები, მივესალმები ჩემს სტუმარს და მივესალმები ჩვენს უძვირფასეს ტელემაყურებელსა და მსმენელს და მინდა გითხრათ, რომ დღეს ბევრად უფრო კარგ ხასიათზე ვარ, ვიდრე დანარჩენ კვირადღეებში ვიყავით, წინა 4 კვირადღე და მიხვდით ალბათ, იმიტომ რომ ნატა დაუბრუნდა თავის საავტორო გადაცემას, რომელსაც მარადიული ფასეულობები ჰქვიათ. რაც შეეხება ჩვენს სასაუბრო თემას, ეს გახლავთ დამწერლობა და დღეს საუბარი გვექნება A-კლასის ხაზოვანი დამწერლობაზე და მას შემდეგ მომდევნო დამწერლობებზე და რა თქმა უნდა, ალბათ ყველა მიხვდით, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი გახლავთ ბატონი გია კვაშილავა. მოგესალმებით ბატონო გია და რა თქმა უნდა, მე არ ვიტყვი, არ ჩამოვთვლი იმას, რასაც ამდენ ხანს ვთვლიდი ხოლმე, რამე თუ ყველა უკვე ძალიან კარგად გიცნობ და ყველამ კარგად უწყით თქვენი საქმიანობის შესახებ. ნამდვილად ბატონო გია, მე ვეთანხმები მანანას. პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ თბილისობა. გუშინ დღეს მშვენიერი დღესასწაული არის, საზეიმო განწყობა აქ ალბათ ყველას გილოცავთ. ამ დღესასწაულს, ამ ლამაზ დღესასწაულს და ერთადერთი რაც მინდა გისურვოთ, რაც არის ძირითადი, ეს არის ჯანმრთელობა და სიხარული. ბევრი სიხარული. მართლაც რომ თბილისობა ძალიან ლამაზი დღესასწაულია, მით უფრო რომ გუშინ და დღეს რაღაც სიახლეები შეემატა თბილისს და მართლა ძალიან ლამაზია, როგორც ყოველთვის უერთდები ნატას. ბატონო გია, ჩვენ ივნისის თვეში გქონდა რამოდენიმე გადაცემა ზუსტად დამწერლობის შესახებ, ჩვენ შევეხეთ იეროგლიფურ, ანუ ნახათ ნიშნები, ესე დავარქვათ ქართულად, ესეა და იმიტომ და ლურსმულ დამწერლობას. ხოლო დღეს კი ჩვენ შევეხებით A და B კლასის ხაზოვან დამწერლობას, რაც არის შემდგომი ეტაპი. მაგრამ ბატონო გია, აი რა მაინტერესებს. ასე გიწერიათ თქვენ. A და B კლასის ხაზოვანი წარწერები უძველეს გადმოცემებს მითოლოგიურ საბურველს აცლის და მოვლენებს რეალურ სახეს ანიჭებს. ანუ მოგესალმებით, მეც გილოცავთ თბილისობას. რაც შეეხება თემასთან დაკავშირებით. ამ წარწერებში არის ის მასალა დაფიქსირებული, რაც ჩვენ მითიდან ვიცით. ბერძნული მითებიდან ვიცით, აიეტთან დაკავშირებით, არგონავტებთან დაკავშირებით და სწორედ ამ ტექსტებში ფიქსირდება ამ თქმულებასთან დაკავშირებული სახელები. ეს არის აია, კოლხეთი, აიეტი და ასე შემდეგ. აია არის რა? ამას ახსნით, რა არის გადაცემის სრულობისას, უბრალოდ ვიტყვით, რომ თითქოს ყველას ეგონა, რომ ეს ბერძნული მითები ასახავს მხოლოდ ისე ინფორმაციას, ანუ რეალური პიროვნებები არ ჩანან თითქოს ამ მითებში. ანუ ზღაპრის დონეზე მოგვაწოდა ხოლმე. მაგრამ ჩვენ რადგანაც ეს წარწერებში ვხედავთ, ამ წარწერებში აღმოჩნდა ეს სახელები, აქედან გამომდინარე, ბევრმა მეცნიერმა ევროპაში ჯერ პირველად ვინც გაშიფრა B კლასის ხაზოვანი წარწერა, ეს გახლდათ მაიკლ ვენდრისი და ჯონ ჩედვიკი. და მათ თავიანთ წიგნში სწორედ ეს მითითება აქვთ ამ სახელებზე, სადაც ეს ტოპონიმი, ეს ადამიანის სახელები, სადაც ნახეს ამ წარწერებში და ასე აქვთ გამოქვეყნებული წიგნებში. შემდეგში მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მთელ ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო წრეებში. შემდეგში ჩვენთან საქართველოშიც აღნიშნეს ბევრჯერ თამაზ გამყრეძე, რისმა გორდეზერმა და ლევან გორდეზერმა თავიანთ ნაშრომებში, რომ ეს პერსონაჟები არიან რეალური პიროვნებები და ამბობენ სწორედ აქედან საფუძველი დაედო ჩვენს სახელმწიფოებრიობის განსაზღვრებას სავარაუდოდ 3300 წელი, რადგანაც ბერძნული მითის მიხედვით აიეტის და არგონავტების თქმულება თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნე. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ პირობითად ეს სავარაუდოდ ეს თარიღია. და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის
ისტორიული წარსულის აღდგენისთვის. და თუ თქვენ შეკითხვა არ გაქვთ? მე მაქვს ერთი შეკითხვა. ანუ ეს ახაზის წარწერები A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა უკაცრავად ეს ქართველური კოლხურია, რომელიც საბერძნეთშია აღმოჩენილი, ხო? დიახ. ანუ ქართველურ კოლხურზეა გასმული ხაზი. ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი მოსაზრება მეცნიერების მოსაზრებით. დიახ, ჩვენი მოსაზრება ეყრდნობა მრავალი მეცნიერის მოსაზრებას, რომ ეგეოსურ აუზში, ანუ ეგეოსის ზღვის პირეთში გავრცელებული იყო სხვა ტიპის დამწერლობა, მარცვლოვანი დამწერლობა, რომელსაც პირობითად ამ მომჩენმა სერ არტურ ევანსმა დაარქვა A-კლასის ხაზოვანი დამწერლობა. და ეს მოქმედებდა ეგეოსის ზღვის პირეთში და სხვა ტერიტორიებზეც კიდევ ჩვენ ბევრ მასალას ვიპოვით შემდეგში, რომელიც ეს მარტო ეგეოსის პირეთში არა გავრცელებული, მოქმედებდა ეს დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვის სავარაუდოდ 1900-დან 1450 წლების შუალედში. ეს არის ქრისტეს შობამდე. ანუ დღეიდან რომ გადავთვალოთ 3900-3450 წელი. ასეთი დაშორებით არის დღეიდან. შემდეგში ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის 1450-ში ეს დამწერლობა გამოიყენეს ბერძნებმა A-კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები და მას ქვია პირობითად ეს დაარქვა ისევ ევანსმა, რადგან მოგვიანო პერიოდის დამწერლობაა და მისგან შექმნილია A-კლასის ხაზოვანი დამწერლობიდან დაარქვა B-კლასის ხაზოვანი დამწერლობა. რატომ ესეთი სახელები? ევანსმა მაშინ არ იცოდა ამ დამწერლობის ქვეშ, მოკლედ ასე ვთქვათ, რა ენა იმალებოდა, ამ წარწერებში რა ენა იმალებოდა, შეიძლება ასე ვთქვათ. ანუ მან კი შეამჩნია, რომ ორი სხვადასხვა დამწერლობაა, ძველი და უფრო ახალი შედარებით. და 1952 წლამდე ევროპულმა საზოგადოებამ და თელმა სამეცნიერო საზოგადოებამ არ იცოდა B-კლასის ხაზოვანი წარწერების ენა. B-კლასთან უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, B-კლასის ხაზოვან დამწერლობასთან ხომ არის B-კლასის მიმართებაში არის რაღაც 7 ტექსტზე ლაპარაკი, ხო? B-კლასის ხაზოვანი ძალიან ბევრია. ჩვენ მასალაში მოყვანილი მაქვს ის მასალა, სადაც სწორედ აიეტი და მედია და ესენი ფიქსირდება. 7 ტექსტია. 7 თლად არა, სხვადასხვა მცირე ტექსტია ზოგი. მაგრამ საერთოდ B-კლასის ხაზოვანი წარწერების ნიმუში არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი 6000-მდე თუ მე ხლა არ მეშლება, 6000 თიხის ფირფით ამ სხვადასხვა ჭურჭელზე წარწერებიც არის, სხვადასხვა ნივთებზე. მოკლედ ასე რომ ვთქვათ, A-კლასის ხაზოვანი უფრო ძველი პერიოდისა და B-კლასის ხაზოვანი უფრო ახალი და B-კლასის ხაზოვანი წარწერები გააშიფრა 1952 წელს მაიკ ვენდრისმან და შემდეგში ჩაერთო ჯონ ჩედვიკი. და აღმოჩნდა მიკენური ხანის, ანუ ასე ვთქვათ, უფრო ადრეული ჰომეროსის წინ, ჰომეროსის ნაწარმოები შექმნილია ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში დაახლოებით. მის წინ, ანუ 700 წლით ადრე, ანუ 600 წლით ადრე დაიწერა ეს ბერძნული ტექსტები B-ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებით. და ჩვენ დღეს რომელიც უფრო საუბარი გვექნება A-კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებით შესრულებული წარწერის, ეს უფრო ადრეულია, უფრო ძველია და ეს არ არის ბერძნული, არამედ ეს არის საერთო კოლხური, უბრალოდ ტერმინი ქვია ქართველური დამწერლობის. ამ საერთო ქართველური შეიძლება კიდევ ვიხმაროთ. აი ესეც მინდოდა ბატონო გია მეკითხა სანამ თქვენ განაგზობდა, კიდე მაინტერესებდა თქვენ ბრძანეთ ახლა რომ აი ზუსტად B-კლასის დამწერლობით იყო ჰომეროსამდე 600 დაახლოებით ეს 600-700 წლით ადრე დაწერილი. აი ამ B-კლასის ხაზოვანი წარწერებიდან გამომდინარე დაიმსხვრა ის მითები ჩვენ რომელსაც ქონდა საუბარი დასაწყისში? დიახ, სანამ მე ამოვიკითხავდი A-კლასის ხაზოვან წარწერებს, იქამდე უკვე 1952 წელს თელმა სოფლიომ იცოდა, რომ აიეტი, მედია, კოლხეთი, აია და აია ეს რეალობაა. და ეს 1952 წელს როცა გაშიფრა მაიკ ვენდრისმა, სწორედ ეს მიუთითა და ეს კემბრიჯის გამომცემლობამ დააბეჭდა 600 გვერდიანი წიგნი ჯონ ჩედვიკთან ერთად.
და სწორედ იქ არის ეს მითითება გაკეთებული. მე ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია და 1984 წელს გაზეთ კომუნისტში პირველად გამოაქვეყნა თამაზ გამყრელიძემ სწორედ ამაზე, ამასთან დაკავშირებით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა უნდა განისაზღვროს 3300 წლით. და ეს დაედო საფუძველი ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღსანიშნად. ანუ მითებს არა, რეალურ ტექსტებიდან. და ამის გარშემო მეორე აზრი უკვე აღარ არსებობს, ხომ ბატონო? ნუ ქართულმა სახელმწიფომ მთავრობამ მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს რეალურად ცნო. თუმცა სხვა მეცნიერებს სხვა მოსაზრება ჰქონდა. ზოგი ამბობდა 2500, ზოგი უფრო 1500. არა, მე აღნიშნა, ზოგი აკლებდა. მე დავსვი იმის თაობაზე, რომ ქართველური დამწერლობა არა, ჯერ არა. ამასაკის არის. არა, ჯერ არ იცოდნენ, რომ ბეხაზოვანი ეს არის ბერძნული ტექსტი. ჩვენ არ ვამბობთ ახაზოვანი, რომ საერთო ქართველური ეს ჯერ არ არის ცნობილი, ეს ჩვენი მასალა და ახაც ფიქსირდება ეს სახელები, ამის თქმა მინდა ამ წარწერებშიც. იმდენად გავრცელებული იყო სახელი, მე ხლაც მახსენდება ეგვიპტურ ტექსტში, ძველი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნის ტექსტშიც კი არის აიეტის სახელი დაფიქსირებული და სწორედ პირველად რომ კითხულობდნენ რაღაც ეგვიპტური წარწერების წაკითხვის დროს დემოტიური დამწერლობის ნიშნებს, სწორედ აქ ფიზიკოსმა თომას იუნგმა პირველად აიეტი და სხვებმაც კიდევ იქ მარტო თომას იუნგი არ იყო. ამოიკითხეს რა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა მე ხელი ჩაჭიდა ამ საკითხებს და მე მთლიანად რუზეტის ქვის წარწერა. და კუნძულ კრედაზეც ხო იყო სოფელ სიმიში ბერძენმა მეცნიერმა არქეოლოგმა 1977 წელს რომ აღმოაჩინა. ჩვენ ახლა ვიუბრუნდეთ მაშინ A კლასის ხაზოვან წარწერებს. A კლასის ხაზოვანი წარწერების წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მთელი ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებისთვის, სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომ თუმცა რადგანაც იცოდნენ B კლასის ხაზოვანი წარწერები როგორი იკითხება და B კლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნები შექმნილია A კლასის ხაზოვანი წარწერებიდან, წარწერების დამწერლობის ნიშნებიდან, როგორ ვთქვათ ახლა ეს დაუშვათ. ესე იგი ლათინური ანბანი საფუძვლად ედება დაუშვათ თელ ევროპულ დამწერლობებს, ხო? და ვიცით ასე თუ ისე, როგორ უნდა წაიკითხოს დაუშვათ ფრანგმა თუ ლათინური იცის, დაუშვათ ასე, თულად ასე არა ყოველთვის თანხვედრა გერმანულიც და იმის ინგლისური ანბანის გამოყენება. მაგრამ ასია ბეხაზოვანი, რადგანაც ვიცით როგორი იკითხება ბეხაზოვანში ნიშნები, ახაზოვანში იდენტური ნიშნები, ანუ მსგავსი ნიშნები, რადგანაც იქიდან შექმნით საკმაოდ ბევრია. ამ ხრივ უნდა წაიკითხა სხვა მეცნიერებს ეს წარწერები. რა თქმა უნდა ფონეტიკურად, ანუ მარცვლის სახით აჟღერებდნენ, მაგრამ შინაარსს ვერ იგებდნენ. და შინაარსის გაგება ჭირდა, იმიტომ რომ რა ენაზე იყო შესრულებული A კლასის ხაზოვანი წარწერები, ვერც ერთი ვერ მიხვდა. და რის მიხედვით მიხვდა? და რატომ ვერ მიხვდა, იცით, ჩვენც კიდე ქართველებს რომ აგვეღო დაუშვათ ეს ტექსტი და A კლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნებისგან შექმნილი დამწერლობა არის წარწერები არის დაახლოებით 1450-ზე მეტი, ახლა 1500 წარწერაა. ნუ საკმაოდ მცირეა იმის შესაძლებლად რომ ბევრი რამე გაარკვიო, მაგრამ მაინც ხო დიდი ტექსტია რაოდენობრივად. რომ აიღებდით დაუშვათ თქვენ და ბეხაზოვანის ნიშნების მსგავსად ისიც აკითხა, შინაარსს მაინც ვერ გაიგებდი. და რატომ? გამყრეძე მაჭავარიანის თეორია არსებობს ასეთი სონანტა სისტემა დააბლაუდი ქართულ ენებში. სწორედ ეს თეორია უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ 4000 წლის წინ საერთო ქართველური ენა, საერთო კოლხური ენა როგორი ჟღერადობის იყო? დღევანდელი სხვა არის, მაშინდელი სხვა არის. 100 წლის წინანდელი ქართული სხვა არის და 1500 წლის წინ და 4000 წლის წინანდელი რა თქმა უნდა განსხვავებულია. ამიტომ ლინგვისტური მასალის ცოდნა საჭირო, რომ ჩვენ უკან დავრუნდეთ. უკან. ანუ გადავიდეთ უკან, როგორი ჟღერადობით უნდა ყოფილიყო ეს ტექსტები. საინტერესოა და მე მაინტერესებდა კიდე მაგრამ თქვენ ფაქტურად თქვით აი ადაბე ხაზოვან დამწერლობას შორის რა სხვაობაა და რა საერთოა თქო ეს მინდოდა ეს ძალიან კარგი შეკითხვა მე არ მithქვამს თლად პასუხი ამაზე ადაბე შორის განსხვავება ის არის რომ ჯერ მსგავსება ის არის რომ საერთო ნიშნები ბევრი აქვს მაგრამ განსხვავებაც არის რომ ახაზოვანში არის ის ნიშნები რომელიც B-შიც არ არის და B-შიც არის კიდევ ის ნიშნები რომელიც A-ში არ არის
ანუ და ახაზოვანი წარწერები არის საერთო ქართველურ, საერთო ხალხურ ენაზე შესრულებული, ხოლო B კლასის ხაზოვანი არის მიკენური ხანის ბერძნული ტექსტი. ეს არის ჰომეროსის წინანდელი 700 წლით ადრეული ბერძნული ტექსტი. ბერძნული, სადაც ფაქტიურად საუბარი იყო საერთო კოლხურ. ხო, ჩვენ ახაზოვანში რატომ აღმოჩნდა, ეს შეკითხვა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს მსმენელს, სად აღმოჩნდა საქართველოსთან მიღმა შორს, კავკასიიდან მიღმა შორს, ეგეოსის პირეთში, კრეტაზე რატომ ხდება ეს წარწერები და რატომ ჩვენთან არ არის. ასეთი შეკითხვა გაჩნდება ნამდვილად. ჩვენი მოსაზრება ეყრდნობა ასევე სხვა კარგი ავტორიტეტიანი მეცნიერების მოსაზრებას, რომ ქართველური მოდგმის გავრცობა, სანამ ინდოევროპული ტომები, მაგალითად ბერძნები იმ ადგილზე მივიდნენ, ეგეოსის პირეთში, კონტინენტურ საბერძნეთში, კრეტაზე და სხვა კუნძულებზე, სახლობდნენ ქართველური მოდგმა. შემდგომში როგორც მახსოვს ბერძნებმა დაარქვეს მათ ბარბაროსები ზუსტად. დიახ, ქართველური მოდგმა რადგან სახლობდა, მათი დროინდელი წარწერებია შემორჩენილი და ერთ-ერთი არის სხვათა შორის ამ წარწერებიდან ფესტუსის დისკო. კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი. ხო, კუნძულ კრეტაზე და ისიც კი არ დავივიწყოთ, რომ ძველი აღთქმის მეფეთა წიგნში კრეტას ქართი ან ქერეთი ქვია. ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ აღმოსავლეთ კრეტის დიდ ნაწილს დღესაც ძველი ტოპონიმი, 4000 წლამდელი ტოპონიმი, ადგილის სახელი დღესაც აქვს შენარჩუნებული ლასიტი. იქ ბევრი ტოპონიმებია, რომელიც შერჩენილია, მაგრამ თანხwebdriver ჩვენ ისე სიტყვებში არ შეიძლება. უბრალოდ თანხwebdriverზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ლინგვისტურ კანონზომიერებით, როგორ შეიძლება და ეს სიტყვები გადმოსულიყო შემდეგ პერიოდის ენებში, ეს მეგრულ-ლაზურის, ვანურ და ქართულში. თუ ეს აღწერადია ყველაფერი. არა, ნატა, დასვი. არაფერი იკითხე მე როგორც. ბატონ გია, აი ეს კულტი შესაძლოა იყოს რელიგიური მისამღერი, ხო? ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვაჩვენოთ სურათები, რომელიც მიწის დედაღვთაებას უკავშირდება. თუ შესაძლებელია სურათი ვაჩვენოთ პირველი მეორედან დავიწყოთ დედაღვთაებაზე ვიტყვით, შეიძლება რომ ზუსტად თქვენ რაც გაშიფრეთ ბატონო გია ფესტუსის დისკო, რომელიც თქვენ მიერ არის გაშიფრული, თუ არ ვცდები როგორც მე მახსოვს, ზუსტად იქაც დედაღვთაებისადმი იყო მიძღვნილი ეს ტექსტი. საერთოდ მოკლედ რომ ვთქვათ, კრეტა და მე ცალკე გადაცემა შეიძლება კიდევ ჩვენ მიუძღვნათ ამას, რომ კრეტა არის დედაღვთაება მთავარი ღვთაება, აი ესე რომ ვთქვათ. ესე იგი, დედაღვთაებას ემორჩილება ყველა პატარა ღვთაებები მის შემდგომი. ძალიან ახლა მარტივად ვამბობ. იქ მრავალი დედაღვთაებაა და ძირითადი რომელიც არის, ეს არის ცნობილი რია კიბელე, ყველაზე მთავარი. და მე პატარა დედაღვთაებებიც არის იქ ქალღმერთები. და ყველა ტექსტი ფაქტობრივად მე რასაც ვკითხულობ ახაზოვანში, ყველა მიძღვნილია ქალღმერთებასთან, დედაღვთაებასთან. ერთ-ერთ ტექსტში მე გავამხელე ახლა კიდევ სხვა ტექსტში აღმოჩნდა რომ სახელი ათენა, მისი ეტიმოლოგია უკვე კარგად არის ცნობილი ბერძნული ენის სპეციალისტების, რომ არ არის ბერძნული და არც ინდოევროპული ეტიმოლოგიისა ეს სიტყვა და აღმოჩნდა რომ ახაზოვანში ეს სახელი ფიქსირდება. სახელი ათენა. კი, და ფორმულასავითაა ეს, როგორ ვთქვათ, ფორმულა, მიძღვნით ტექსტში პირველად ეს იწყება ეს სიტყვა და მოყვება შემდეგი სიტყვები. რაღაც როგორც ჩვენთან არის დაუშვათ ქრისტიანული მასში ლოცვაში მამაო ჩვენო რომელიც ხარცათაში აი ესეთი კანონზომიერებით არის. ოღონდ სხვანაირი ფორმულაა, სხვანაირი წესის ფორმულა და ამას მე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ეხლა კი დაუბრუნდეთ. ეხლა ვნახოთ შემდეგი მეორე ფოტო, სადაც უბრალოდ წარმოდგენისთვის ვაჩვენოთ, რომ სად მდებარეობს კუნძული კრეტა, ეს არის ხმელთაშუა ზღვისპირეთი, უფრო ზემოთ ნაწილი ეგეოსის ზღვისპირეთია და პელოპონესის ნახევარკუნძული. პელოპონესის ნახევარკუნძული მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბერძნული წყაროების მიხედვით ამას ერქვა პელასკია. სხვა პატარა კუნძულებსაც სახელები არის ბერძნული, ეს ბერძნული ტექსტებს გულისხმობ ჰომეროსის აქეთ დაწერილი.
სადაც მაკრისი ქვია ჰომეროსის აქეთ ცოტა განვარცხოთ ბატონია უბრალოდ ძველწეთ აღრიცხვის მერე საუკუნის აქეთ გასაგებ ანუ ჩვენსკენ აქეთ ქრისტიანობის პერიოდამდე არის ბევრი ტექსტები დაწერილი ბერძნულად ну ეს სხვადასხვა ტექსტებია ზოგი ფრაგმენტია თესალია არის კონტინენტურ საბერძნეთში არ დაგვაწყდეს ეს სახელი ისევე ბერძნული წყაროების მიხედვით მედიას ვაჟიშვილის სახელიდან მოდის ну კიდე არის სხვა მოსაზრებები რომ მედიას სხვა ვაჟიშვილი წავდა მედეოსი რომლიდან სპარსეთის ჩრდილოეთ ნაწილს მედია ერქვა ну მოკლედ ამას ჩვენ არ შევეხებით უკვე ეს ბერძნული მასია შემდეგი ფოტო ნახოთ აი კრეტა რაზე ჩვენ ვისაუბრებთ დღეს წარწერებზე გვექნება საუბარი კნოსოში აღმოჩენილი ჰაგია ტრიადაში და სიმი სოფელია ესეთი კრეტაზე სადაც ნაპოვნი იქნა წარწერები აკლასის ხაზოვანი წარწერებისა ну ბევრია მეთქი 1500-მდე უკვე დღევანდე ჩვენთანაც აღმოჩნდა საქართველოში ორი დოკუმენტი რომელიც აღმოვაჩინე ვერ ვიტყვი მაგრამ იყო ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში მაგრამ წაკითხვის შესაძლებლობა არ ჩანდა იმიტომ რომ ისეთი წარწერების ნიშნებია რომელიც თუ არ იცი აკლასის ხაზოვანი წარწერები ვერ წაიკითხავ ну ეს ნიშნები ჩვენთან საკმაოდ ბევრია აღმოჩნდა აკლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნები რომელიც უნდა წავიკითხოთ მარცვლოვნად არის დაახლოებით 90 ნიშანი და საქართველოში აღმოჩენილია უკვე 70 ნიშანი თითქმის ყველა შეიძლება ითქვას ну და ორი ტექსტი ორი პატარა ტექსტი ტექსტი უფრო არა სახელი ერთზე წერია გარდაცვლილი ადამიანის სახელია ტეკუსიკა მოფერებითი სახელია ტეკუსას კაცი ადამიანი მამაკაცის სახელია ხოლო მეორეში რელიგიური რიტუალის ტექსტია თლიანად ვერ გითხრობთ დაზიანებულია დოკუმენტი რაზე წერია ხო ეს არის რამასალა პირობითად ვიტყვით ქვა არის მაგრამ თლად ქვა არ არის შემცველობა ცოტა სხვანაირია მე ამაზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ რომ ისეთი უცნაურია ეს ნივთი რომელიც როგორ იმ ადგილში სადაც იპოვეს უცნაურია იმ ადგილას საერთოდ არ იყო ეს ხო არა გვაქვს ფოტო ამის შემდეგ გადაცემისთვის მომემზადებით არც სახელს არ ვამხელ ახლა აქეთ არა მაგრამ ერთი შეკითხვას და დავასრულებ რა ფერის არის უფრო არის მწვანისკენ არის თუ უფრო მიწისკენ ყავისფერი ყავისფერია და ну ძალიან რთულია შემცველობაზე მე ვისაუბრებ იმიტომ რომ სპეციალისტები არიან ჩართული და ისინი უფრო შემცველობაზე იდგიან რა ვიცი უცნაურია იმ ადგილას ამის აღმოჩენა შემდეგი ვნახოთ ფოტო ну ჩვენ ნაშრომებში ეს ყველა მასალა განთავსებულია ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დაწვრილებით ნახოთ ეს ქართოლოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იბეჭდება და 15 წელია და შემდეგ ვერცად თუ ვაჩვენებთ მსგავსად გამოდიოდა ორ ენაზე იქაც ორ ენაზე იბეჭდებოდა ქართულ და ინგლისურ ენებზე აქაც ისტორიის ინსტიტუტში შემდეგი ფოტოები ვნახოთ ჩვენ დავიწყოთ მერვე მერვე გვერდიდან დავიწყოთ შემდეგი თუ შეიძლება მერვე გვერდიდან ანუ ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ საუბრის თემა გვაქვს აიეტი და კოლხეთი ეგეოსურ ხაზოვან წარწერებში პირობითი სახელია რადგანაც ეგეოსის პირეთში აღმოჩენილია მაგრამ აღმოჩნდა მარტო ეგეოსის პირეთში არ არის აკლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები შემონახული არამედ პალესტინაშიც არის ნაპოვნი 2 თუ 3 დოკუმენტი საქართველოში უკვე გვაქვს და შავი ზღვის პირეთში კიდევ სხვა ტერიტორიაზეც ну საკმაოდ საინტერესოა რომ ესე იგი ჩვენ თუ შევადარებთ ძველ გადაცემიდან რუსული დამწერლობის გავრცელების სივრცე რამდენად იყო და ამის გავრცელების სივრცე უფრო დასავლეთითა მაგრამ ერთმანეთს იმდენად არ კვეთავენ ერთ ნაწილში მხოლოდ სავარაუდოდ ეს არის ჩრდილოეთ ისრაელის სირიის ტერიტორიაზე ხდება ეს დამწერლობა რომელმა დამწერლობამ უფრო დიდი არეალი მოიცვა თუ შეიძლება ამის ბატონო დიდი ბოდიში ზარია მივიღოთ თუ შეიძლება და მე გავნაგზოთ მოგესალმებით გამარჯობა დიდი პატივისცემა და ქრისტიანული სიყვარულით მოგესალმებით მე დიდი ხნის მეცნიერ მუშაკი ვარ სხვა დარჩი ნამუშევარი თქვენთვის გადმოსაცემად ციგნები დავტოვე მე მიხაკო ლაზიშვილი გაწუხებთ ეხლა მოგახსენებთ ძალიან მარტივად
მეცნიერებაში ცნობილია, დიდი ხანი მეცნიერებაში, 59 წლიდან მეცნიერებაში ცნობილი არის მეცნიერებაცოდნეობა, სადაც ცნობილია, რომ 10-15 წელიწადში ყოველი დებულება გადასასინჯი ხდება. ანუ უცვლელი მეცნიერებაში არაფერი არ არის. ქალბატონობა და ბატონოგია. ამიტომ მე მინდა სხვა რამეს მოგახსენო. მთელი სამყარო, მაკრო და მიკრო სამყარო ერთიანი სქემითაა აგებული. ამ სქემის თანახმად აშკარად ჩანს, რომ ღმერთმა შემოქმედმა ყველაფერი დააპროგრამა. ამან დამაინტერესა მეენს თავბადე დავწერე 2009-ს გამოვეცით 29-ში და შარშან გამოვეცი მეორედ. იქ მიწერია, რომ ქართული ენა და ერი არის პირველი. სხვათა შორის თქვენ სტუდიიდან იყო ქალბატონი ელენ დორისი, რომელსაც არგუმენტირებულად თქვა, რომ ატლანტიდის ჩაძირვის მერე ვინც გადაარჩნენ და ვინც აკვანის დამწერი იყო ცივილიზაციის, იყვნენ პროტო-იბერიელები, კოლხები. იგივე ამბობს ჰეგელი. ამ იდეას ანვითარებდნენ ივანე ჯავახიშვილი და მიხაილ წერეთელი ზვიად გამოსახულია. მე მომეცა არგუმენტირება ამ ჩემს სტატიებში დავასაბუთე ეს თემა რაღაცები კი არა, თქვენ მოყვებით, კი ნუ გეწყინებათ. თქვენ ძველი სისტემაში ხართ, ძველი სისტემა უსწოროა, იმიტომ რომ იდეოლოგიზებული იყო, დავალებული ქონდა ჩვენს ერთ მეცნიერებს და ესაბუთებიათ ბერძნულისადმი დაქმდებება, ამიტომ ეს სისულელი აშკარა სისულელია. სინამდვილეში როგორც ჰეგელი ბრძანებს, კავკასიაში დაიწყო ცივილიზაციის აკვანი. იგივე ამბობდა ელენ დორის თქვენი გადმოცემიდან, ამას ურთიერთკავშირში უნდა გაახსნა. მე დავასაბუთე ციფრობრივად. მის მათემატიკა იცის ორნამეზე, რიცხვთა თეორია კერძოდ. მე გეკვით სამ მაგალითს ჩვენი ასომთავრული საფუძველზე. ეტიმოლოგია უძველესი სიტყვა არის ადამ. მე დაასაბუთა და ადამ ციფრთა ჯამი არის 46, ელ არის 12, ღორონთ არის 999. 46 გახლავთ ქრომოსომთა ჯამური რიცხვი. ელას ეძეგენ და მეტეორიტენიკის აქ ჩახუჭუჭებულია და ღმერთის 999 აქ ჩახშეულია ღორონთ მეგრული სიტყვის შორის ღმერთს. ეს ყველა შემთხვევით არის ზღაპარი. ცივილიზაცია ქართული სხვაგვარია. განიხილეთ ის, რომ 8 ენდემური ჯიში ხორბლის ქართულობაში ექნა 8-ზე მეტი ვაზისა და ასე შემდეგ. ამგვარად, ლაპისი ნაწილი ასეთია. პირველი ერი და ენა იყო ქართული. ამიტომ ივანე ჯავახიშვილი მიხაილ წერეთელი 500 წელი ძალიან ცირია ქართული ენისთვის. ისინი ამბობდნენ, მე ციტებას ეწევი. კარგით, უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრობს ადამიანი. უბრალოდ ჯერთის მენადობა იყო ცუდი, რაღაცები ვერ გავიგე, რაღაცაზე იყო ნათქვამი, უბრალოდ არ მინდა ხა ის სიტყვა ვახსენო, ნუ არ ეთანხმებოდით, მაგრამ ასეა მეცნიერებაში ჩემო ძვირფასო, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებიან და რამდენიმე აზრია და ამ სწორედ აზრთა ურთიერთგაზიარების შედეგად მივდივართ იმ ლამაზ და მომავალ თაობებს რო გადაეცემა იმ კარგ შედეგებამდე. უკაცრავად ბატონო გია ძალიან დიდი დრო წაიღო ავტორმა, ზარის ავტორმა და ჩვენ ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რომ მოვიწვიოთ ის შემდეგ გადაცემაში და თქვენ კი ეხა კი მე ძალიან საინტერესო საუბრობდა, მაგრამ საერთოდ მეცნიერება რომ თქვათ არანაირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ვერ თავსდება, ვერასოდეს. ნუ ის არის რაღაცა მომენტ შეიძლება იყოს რაღაც პერიოდში, მაგრამ მაინც ევროპის სამეცნიერო წრეები, ამერიკული სამეცნიერო წრეებში ესეთი მთლად არ ხდება. მაინც თავისუფალია მეცნიერება, ასე თუ ისე რომ ვთქვათ. ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მე სურვილი მაქვს იქიდან არა, არამედ რაც ფაქტობრივი მასალა გვაქვს. ანუ ჯერ იყო საერთო ქართველურ ენაზე შესრულებული წარწერები და მერე გამოდის ბერძნული. ნუ ბერძნებმა დამწერლობის ნიშნები ჩვენგან, ჩვენი წინაპრებისგან ისესხეს. ამის თქვა გვინდა ჩვენ. და ნუ შემდგომ პერიოდში სხვადასხვა რამე ხდება, იმიტომ რომ ბერძნებისგან ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. გაიმეორეთ რა ბატონო გია. ბერძნებმა პირველად ვინც მივიდა ადგილობრივ მოსახლესთან, ვისთან კავშირში შევიდა ბერძნები, რომლებიც მიგრაცია ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით სხვა გადაცემაში, წინა გადაცემებში, რომ ჩავიდნენ კონტინენტურ საბერძნეთში, იქ დახვდათ განვითარებული კულტურული საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურად მაღალ დონეზე იდგა. იმდენად გაგვირებულია თანამედროვე სამეცნიერო წრეები ამ კულტურას რომ ეცნობა, მაღალი დონის, არ იქნება გადაჭარბებული. ძალიან მაღალი დონე იყო ეგვიპტურთან შედარებითაც კი. საზოგადოებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. და რომ დახვდათ ეს საზოგადოება, მათ დამწერლობა ჰქონდათ. და ეს საზოგადოება იყო ქართული, ქართველური ტომებისგან შემდგარი.
და ამითგან ისესხეს ბერძნებმა. და ბერძნებმა განარჩეს, გამოიყენეს, მაგრამ ჰომეროსის ტექსტები უკვე აღარ არის ბეხაზოვანზე დაწერილი. არამედ უკვე გადავიდნენ ანბანურზე, რომელიც არის ფინიკიურიდან გადმოტანილი კადმოსურია, ისე რომ ვთქვათ, მეორენაირად. და მე შემდეგში ამ ბერძნული ანბანური დამწერლობებს მთელი ევროპული ტომები შესრულობს და ინგლისურის და ლათინური და ყველა ვრცელდება. მაგრამ ჩვენ ვამბობთ ძველს. ჩვენ საუბრობთ ძველს. ჩვენ არ საუბრობთ რომ ძველი ბერძნული დამწერლობის ანბანიდან შეიქმნა ქართული დამწერლობა. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ჩვენ საუბრობთ პირიქით სხვა რაღაცა. გვაქვს აზრი იმისა, რომ ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუში A-კლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნები არის გამოყენებული ბერძნული ენის ჩასაწერად, რომელსაც პირობით თქვი ბერძნული ბეხაზოვანი. ნატას კარგი წინადადება ქონდა. არაფერი ვერ დავასრულე, მაგრამ ადასტურებს ამას ყველაფერს, თავად ბერძენი მეცნიერებიც ადასტურებენ ამას, გარდა სხვა ევროპელი მეცნიერებისა. არის ესეთი რამ. მეცნიერებაში განსხვავებული აზრი ყოველთვის არის, მაგრამ ფაქტობრივ მასალას, რომელიც გვაქვს ჩვენ 3700-3900 წლინანდელი ტექსტები, ვერ გავექცევით. რაც წერია, ის ფაქტია ცხადყოს სწორად. ეხლა ჩვენ მოსაზრება იქამდე რომ ესე თქვა. მე არ წარმოიდგინოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ მე ვარ ქართველი და აქედან გამომდინარე მინდა ეს ყველაფერი ქართული იყოს. ძალიან შორს ვარ ამ აზრიდან. მე უფრო ფაქტობრივად მაინტერესებს რეალობა დადასტურდეს და მიხარია რა თქმა უნდა ეს რომ ჩვენი კულტურის ნაწილი აღმოჩნდა. მე ასე ვარ კაცრად დარწმუნებული, იმიტომ რომ სხვა მოსაზრებებიც მაქვს ბევრი ნალახი უკვე და თუ ყველაფერი არა მაქვს ჯერ გამოქვეყნებული. მაგრამ გამოქვეყნდება. მათემატიკური ტექსტებიც არის აქა ამ იმებში, ახაზოვანში და ხდება გეომეტრიული პროგრესიები და რა ვიცი, სხვა რაღაცები. ბატონია, თქვენ აბსოლუტურად ყველგან ხმარობთ. საერთო კოლხური, გასაგებია ქართველური ფრჩხილებში. რატომ საერთო კოლხური, რატომ არა ვთქვათ კოლხური? ტერმინი ეს პირობითია, ამ ტერმინებზე საერთოდ კამათი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტი ტერმინი იმდროინდელი. იმ საზოგადოებას ყველას ქართველურ ტომებს საერთო სახელი დაერქვა. ამიტომ ეს პირობითია. და რატომ პირობითი? საიდან ავიღეთ ეს მოსაზრება? საერთო კოლხური და არა კოლხური. ძალიან კარგი შეკითხვა არის ეს. ჰეკატეოს მილეტელი იყო ასეთი ბერძენი სწავლული 2600 წლის წინ ცხოვრობდა საბერძნეთში და მან დაწერა ასეთი ტექსტი, ფრაგმენტია, მთლიანად ტექსტი არაა შემონახული, წარწერა. წერია ასეთი: კოლხის გვარის ტომის მესხნი კოლხის გვარის ტომის არიან. ანუ ფაქტობრივად იმ ტექსტში მესხებიც, როგორც დასავლეთ ქართველები, მეგრელაზები, სვანები და ასევე მესხები იმ ტექსტის მიხედვით ითვლება კოლხებად. ძველი სამყაროსთვის მთელი სამხრეთ კავკასია წარმოდგენილია კოლხეთად. ანუ კოლხეთი როგორც ძალიან ხშირად არის ესეთი აზრი, იცით და მეც ძალიან კაი რომ თქვენ ხო, რომ კოლხეთი არის სამეგრელო. ზოგი ამბობს რომ კოლხეთი მოიცავდა სამეგრელოსა და იმერეთს. ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ არა მარტო სამეგრელო და საკმაოდ გაშლილი და მოიცავდა სრულიად საქართველოს, დღევანდელ ჩვენ ტერიტორიაზე ვიძახი, არა მარტო მაგას, არამედ პირიქით ეხლა რაც არის კავკასიური ერები, რამდენია კავკასიურში, რამდენი შედის სამწოდები. დიახ. სრულიად იმ ტერიტორიაზე. ეხლა ძალიან მკაცრი არ იქნება ეს ნათქვა, მაგრამ ჰეროდოტეს წიგნი ისტორია, რომელიც გამოიცა ოქსფორდში, იქ რუკებია დანამატებული ერთ-ერთ გამოცემლობაში, სწორედ კოლხეთი აწერია ამ რუკაზე ჰეროდოტეს მიხედვით, თელ შავზღვისპირეთიდან დაწყებული კასპიის ზღვისპირეთამდე თელ ტერიტორიას. ანუ იმდროინდელი ბერძნული საზოგადოება, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის აქეთ, ანუ ქრისტეს შობამდე ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნე, თელი ის წარწერებში ეს აღიქმება, რომ სამხრეთ კავკასია მათთვის არის კოლხეთი. კოლხი ტერმინის ტოპონიმის წარმოშობა, სხვადასხვა მოსაზრება აქვს. მე უფრო ვემხრობი ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ კოლა მთის გარშემო მაცხოვრებელ ტომებს ერქვა. სხვა მოსაზრებაც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ივანე ჯავახიშვილის. მე მგონი საკმაოდ გასაგებად ახსნა ბატონმა გიამ, ეხლა კითხვები აღარ იქნება ამის შესახებ უკვე. და ეს ის პერიოდია, როცა ჯერ არ არის დაყოფილი საერთო ქართველური ენას ხმარობთ კიდევ ამ საერთო კოლხურთან ერთად პარალელურად, იმიტომ რომ ლინგვისტური ტერმინი საერთო ქართველური ცნობილია და საერთო კოლხური ეს
პირობითად ჩემი არ არის შემოტანი, რომ არ ავწდეთ რეალობას, რომ ევროპულ სამეცნიერო წრეებში რომ გაუგებრობა რომ არ მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა, მეც კი გავიგე ახლა კარგად. კი, მეც ძალიან კარგად გავიგე, უბრალოდ მაინტერესებს ეს ყველაფერი თიხაზე იყო, ხომ დაწერილი. ეს დამწერლობა შესრულებული იყო თიხაზე, ხო? აი, ჰელოპონესის ნახევარკუნძულზე, პილოში თიხის ფირფიტები რომ იყო აღმოჩენილი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14-მე-13 საუკუნეებში, აი იმაზე მინდოდა ცოტა მიკენური ხანის ბერძნული. სანამ მიკენურზე გადავართ ახაზოვანი ჩვენ გამოგჩამდენ საუბარში, მე-11 გვერდს თუ გვაჩვენებენ ფოტოს მე-11-ს. მე-11 ფოტოზე გამოსახულია ჩანს მე-11? იქნება ეხლავე. მე-11 არ ჩანს სწორედ ეს დოკუმენტი გვინდა გვეჩვენებინა რომ სწორედ ეს არის არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილი 1973 წელს სადაც ეს სავარაუდოდ დედაღმერთის აია სავარაუდოდ მიწის დედაღმერთი აია ნუ სხვადასხვა მოსაზრებაც არსებობს აია სწორედ ამ ტექსტი არ არის ეს არის სარიტუალო დანიშნულების არქეოლოგიური მასალა ალბათ საკურთხეველში იყო რაღაცა დანიშნულებით ჩვენ ამაზე ახლა არ ვიბჯერებთ რომ ჯერჯერობით მისი ფუნქცია მთლად არაა გარკვეული მაგრამ აი კუთხეში სადაც ის არია იქ წერია სწორედ აია კონტექსტის გარეშე ეს დიახ ამას გავაგრძელებ შემდეგსაც გავაგრძელებ აია კონტექსტის გარეშე მაგრამ სწორედ იქ სხვა ფორმულა რომ არის ეგ ზემოთ ტექსტი სწორედ აქედან გვეუბნება ტექსტი რომ შეიძლება დედაღმერთს ეძღვნება მაგრამ ამაზე მე მკაცრად მე ვაქვეყნებ ნაშრომში და ვჯელობ აი ეს ტექსტი სრულად არის და ბოლოში გამოკვეთილია აია როგორ კითხულობთ როგორც ბეხასოვანი წაიკითხა მაიკლ ვენდრესმა პირველი ნიშანი არის მწვანე სადაც ამეთითებული მეორე არის ია ანუ მარცვლოვანია ეს ა და ია ანუ ერთად არის აია შემდეგ გავაგრძელოთ შემდეგ გვერდზე მე-15-ზე ნუ ეს წაკითხვის ის ვაჩვენეთ რომ როგორ არის მიწის დედაღვთაება სავარაუდოდ ნუ ასე დარწმუნებით ვერაფერს ვერ ვიტყვით შემდეგი ტექსტი აი ახლა სხვა ტექსტია აღმოჩენილი კნოსოში სადაც წერია ასეთი საოცარი რაღაცა იაო ნუ არ ვიცით ამ ტექსტის შინაარს ვერ გეტყვით მაგრამ რომ ეს წარწერა შესაძლებელია იყოს რელიგიური მისამღერი რომელიც უკავშირდება მიწის დედაღვთაების აიას კულტს ესე იგი აია გამახსენდა სიმღერა რო არის ყველა მიცით იაუაოც არის რაღაცა ალბათ მაგრამ მე ამაზე ახლა შემიძლია ლაპარაკი ეხლა შეგავაგრძელოთ შემდეგი ეს უკვე ვთქვით მე-17 გვერდზე გადავიდეთ მე-17 გვერდზე არის სწორედ აი ახლა თქვენაც შეგვეკითხეთ ქალბატონო მანანა აიედი მიკენური ხანის ბერძნულ ბეხაზოვან წარწერებში ჩვენ უკვე მოვჭით აკრასის ხაზოვანიანი ქართველური ტექსტებს ეხლა გადმოვდივართ ბერძნულში რა არის დაფიქსირებული გადავიდეთ შემდეგ გვერდზე მე-18 გვერდზე ვნახოთ საბერძნეთში პელოპონესის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს პილოში აი ეს თიხის ფირფიტა როგორც მე მახსოვს ეს ფირფიტა 24 სტრიქონიანია და 22 სტრიქონზე ახლა გამახსენდა ზუსტად აი სადაც ის არია იქ წერია აია უпростоრად გადავიდეთ შემდეგ ეს ტექსტი არის ძველი წელთაღრიცხვის მე-14-მე-13 საუკუნეა ეს ბოლომდე გაშიფრული ეს ტექსტი კი ეს ტექსტი გაშიფრული აქვს მაიკლ ვენდრესს და ჯონ ჩედვიკს თავიანთ წიგნში შეტანილია და ეს ბერძნული ტექსტია აქ ახლა რაზეა საუბარი აქ არის უბრალოდ მე წაკითხავთ ერთ ადგილს აქიდან სწორედ დაახლოებით ეს არის დაახლოებით სხვადასხვა ტექსტებში, მაგრამ ამაში 74 ტექსტში არის ასეთი ღვთის მსახური აიას აქვს ამდენი სათესლე მარცვალი. ნუ ეს ინგლისური თარგმანი აქვს მაიკლ და ჯონ ჩედვიქს, მაიკლ ვენდრეს და ჯონ ჩედვიქს და ქართული თარგმანი შეასრულა ლევან გორდეზიანმა. ანუ ასეთი მსგავსი ტექსტებია. აღწერის წიგნივით არის. ეხლა გამახსენდა ჩვენი პირველ დამწერლობაზე ღვთის სახური რომელი ღვთაებას ემსახურება აიას. ანუ იმის სახელი ქვია, რომელსაც ემსახურება. და ანუ რა აქვს? ანუ რაღაცა სანოვაგეზეა მე. ხო, ახლა დანარჩენი აქ ძალიან მცირეა ინფორმაცია მეორე ტექსტში იგივე მსგავსი არის, ოღონდ სხვა ტექსტია
ღვთის მსახური აიაიას აქვს იჯარით ან სარგებლობაში პიკრეუსისგან ამდენი სათრისი მარცვლელი მიღებული და იქ წერია. ეს ლევან გორდეზენის თარგმანი ისევე ქართულად, ინგლისური და მოკლედ საინტერესო არის. ძალიან საინტერესოა. შემდეგ ნახოთ აბა მათი ცხოვრება აღწერა საწარმოებები ისრაელია რამდენი როგორ იკითხება ბერძნულად ეს ბეხაზოვანი ბერძნული ტექსტია რა თქმა უნდა და ნუ ქართულად აია როგორ ჟღერს. შემდეგი ფოტო ვაჩვენოთ მე-20 სწორედ ამ წიგნში ეს დაფიქსირებული და აია სადაც კითხულობს მაიკ მანდრისა და ჯონ ჩედვიკი აღწერენ რომ ეს არის ღვთისმსახური ქალის სახელი და იქვე უთითებს კირკესა და მედიას ეპიტეტად არის ცნობილი ჰომეროსის ოდისეაში მე-12 წიგნის 268 და 273 სტრიქონებში. კირკე ანუ ცირცია ანუ ცირა ეს ხო იგივეა. ცირაზე მე ვერ გეტყვი, მაგრამ ცირცე და კირკე და იგივე ბერძნული წაკითხვა კირკე არის. ცირა ესე ამბობენ ხოლმე. ისე ბერძნული ტექსტში კირკე არის და ლათინურად ეს შეიძლება ცირცეთაც წაიკითხოთ. და მედია ახსენეთ თქვენ და საინტერესოა არის თუ არა რამე სამედიცინო მედიკამენტებზე ასე ვთქვათ იმ ამაზე არაფერს თქმა არ შემიძლია ჯერჯერობით არა მე უბრალოდ გაჩვენებ მედიას შემდეგ ფოტოზე 21-ზე მედია ხილობს მაგინდოდა მედიკამენტები მედიასთან ეს არის მედიას სახე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნე იტალიაში ნახება ეს არის ჭურჭელზე ნახატია ჭურჭელს ქვია ტალოსის სიკვდილი ნუ თქვენ გახსოვთ რომ ტალოსი იყო დამცველი კრეტისა და მედიამ არგონავტების თხოვნით დააძინა ეს ტალოსი და შევიდნენ კრეტაზე იატას ეროვნული არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება ეს იატა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო იტალიელი რუვო დი პულია ქალაქში არის და ჭურჭლიდან არის ეს შემიერ გადმოტანილი მე გავაკეთე იმ ხრივ რომ სხვა ნახატები ჩამომეშორებინა და მედია ახლოს გვეჩვენებდა და დააკვირდით მედიას თავსაბურზე რა ნიშნები აქვს ყვავილები პარტი ყვავილები თორსები ტევანიც ხო არის თუ ან ტევანი ნუ გვაქვს ჩვენ ქალბატონ ნათელა ფოფხაძე ვეუბნება ერთ-ერთ ნახატის მიერ ნახატში სადაც მედია არის გამოხატული იქ კაბაზე თითქოს ქართული ასოებით ამ მოსაზრებას ამბობს რომ აია აწერია ია ნუ არის ისე მიაყენებს აია აწერია ბატონია ისე თვალითმა მე ხარ არ ვიტყვი ამას არა მეც მენიშნა ჩემი არ არის ის სხვა ფოტოა ის ქალბატონ ნათელა ფოფხაძის მოსაზრება შემდეგი ფოტო ნახოთ 22 კირკე ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნისა ეს ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში ჭურჭელზეა გამოხატული და ისტორიით კირკეს სახე არ ვიცით ახლა ასეთი იყო მაგრამ კირკე დაახლოებით 900 წლით ადრე ცხოვრობდა ამ ჭურჭელზე გამოხატული. რა მდგომარეობაშია ახლა ეს ნატა როგორ აღიქვა? მე აღვიქვი როგორც ქორეოგრაფია, ნუ იმ ცეკვა ხო სწორედ აღვიქვი. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვით ამაზე. შემდეგ გავაგრძელოთ ფოტო 23 აი სწორედ კნოსოში, კუნძულ კრეტაზე აი ბეხაზოვანი წარწერა, რომელიც არის ვიკენური ხანის ბერძნული ბეკლასის ხაზოვანი დამწერლობით, აღმოჩნდა სახელი აიეტი კონტექსტის გარეშე. მხოლოდ ეს წერია. სხვა სიტყვა არ წერია. ნუ არ ვიცით. აიეტი და მეტი არაფერი. ხო, აიეტი წერია ერთ-ერთ თიხის პატარა ფირფიტა არის. შემდეგი ფოტო აიეტის სახე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ისევე ბერძნების მიერ შესრულებული ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება ეს ჭურჭლის ნატეხია. თლიანი ჭურჭელი არ არის. აი ეს ნაწილი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში შეუძლია ქართველებმა ნახონ. ბატონია, თქვენ ძალიან ფრთხილობთ და ეს კარგია. ყველა ძალიან ფრთხილობს თქვენს გარშემო ვინც არის მეცნიერი, მაგრამ მე ერთი მაინტერესებს კიდევ. აი ხა აიეტი რომ წერია. ვარაუდის დონეზე არ შეიძლება ითქვას რომ იქნებ მაშინ არსებობდა ეს მემორიალური დაფები, ნუ მაშინ არა ერქვა, ეხა ჩვენ არის. სწორედ ეს მოსაზრება თქვა ვენტრისმა და ჩედვიგმა რომ ეს სწორედ ხო ის არ არის. კოლხეთის მეფე აიეტი. და ამიტომ მუთითებს აი აქ მითითებულია ჰომეროსის ოდისეა მე-10 წიგნის 127, სადაც აიეტზეა კოლხეთის მეფეზე ლაბარაკი. ნუ მეც ხას ვერ ვიტყვით, ვერაფერს, იმიტომ რომ ტექსტი არ გვაქვს მეტი. შემდეგი ფოტო
ნუ ისევე ბერძნული ჭურჭელზე გამოხატულია აია კოლხეთის მეფე აიეტი თავისი გვირგვინით. ნუ ეს მოსაზრება. შემდეგი უბრალოდ გავიხსენოთ მითიდან, ბერძნულ-რომაული მითიდან, მთელი ევროპული საზოგადოება ამ, რა ქვია, აია კოლხეთის მეფის აიეტისა და მის ოჯახის წარმომავლობას ასე წარმოადგენენ. ნუ აიეტის კირკეს და პასიფა, ესენი აიეტი კირკე და პასიფა დადაძმა არიან და ესენი შვილები არიან ჰელიოსის მზის ღვთაების. ნუ ეს ცნობილია ბერძნული ტექსტების მიხედვით. ასევე კორიბანტები არ დაგვაწყდეს და გავიხსენოთ, რომ კორიბანტები არიან კირბების, ანუ თიხის ფირფიტების შემქმნელი ღვთაებები და ერთ-ერთი არიან ღვთაება, რომელიც ფესტოს დისკოსზე არის მოხსენიებული და მას ეძღვნება, ეხვეწება ადამიანი, ესე იგი რელიგიური პირი ეხვეწება, რომ რაღაცას თხოვს, რომ გადარჩეს ჩვენი მოდგმაო. ახლა აქ ვნახოთ უბრალოდ აიეტის ყავდა სამი შვილი, აფსირტე, ქალკიობე და მედეა. ქალკიობეს ვაჟიშვილი იყო არგოსი, რომელიც ერთ-ერთი ადგილს ერქვა საბერძნეთის ტერიტორიაზე და თესალოსზე მოგახსენეთ თესალია, ეს ბერძნულ ტექსტია. შევხედოთ კირკესა და ოდისევს. ოდისევსი ბერძენია, კირკე ხოლხია და მათი შვილები არიან ლატინუსი, რომუსი. საოცარი არ არის? ლატინოს და რომუსი. ხო, ეს არის ბერძნულ-რომაული მითის მიხედვით. ჩვენი მითები არ არის. ეს არის ბერძნულ ტექსტში დაცული. ხოლო პასიფა მეორე და აიეტისა მინოსის, ანუ კრეტის მეფის მეუღლეა, რომელსაც ყავს ქალიშვილი არიადნე, ძალიან ცნობილია, მინოტავრი და სხვა შვილები. არიადნე მოკლედ ლაბირინთი, ეს ბერძნული მითები და თუ გავიხსენებთ, გადაარჩინა ბერძენი, შეუყვარდა მოკლედ რომ ვთქვათ ბერძენი თესალოს და გადარჩა რა ამით. მოკლედ მინოტავრისაგან იხსნა იგი. ხო, მინოტავრისგან იხსნა, მაგრამ მინოტავრზე სხვა წარმოდგენა დაგვახვედრა ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება, ანუ სხვა მასალებს ვხედავთ, ამიტომ თავს ვიკავებ მინოტავრის წარმოდგენას როგორც ხარი და კაცის. არამედ ის მითოლოგიური პერსონაჟი სხვა რაღაცას ნიშნავდა და ამაზე მე სხვა გადაცემა. ისე რა საინტერესო იქნება. ძალიან, მაგრამ მაგას მართლა შემდეგი ერთი კიდე ვაჩვენოთ თიხის ფირფიტა, რომელშიც არის კოლხეთი დაფიქსირებული, ასა და ბეხაზოვაშიც. თიხის ფირფიტა ვაჩვენოთ რომელ გვერდზეა ბატონო? 22-ზე. თუ არ შეწუხდებით 22-ზე რომ მოვასწროთ, ბარემ აი ეს არის A-კლასის ხაზოვანი წარწერა, სადაც ძალიან ბევრი რამე წერია და დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნე, ანუ 3500 წლის წინ ამ თიხის ფირფიტაზე, ანუ საერთო კოლხურ, საერთო ქართულ ენაზე მოცემულია ტექსტში კოლხიდელი. აი ესე შეიძლება თარგმნოთ. გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. აი ნუ მართლოვანი წაკითხვა ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება. იქ ხედავ ჩვენ კუკუდარას და ახლა ვერნაირად ვერ გავიგეთ რომ როგორაა კოლხიდელი, მაგრამ აქ ლინგვისტიკა საჭირო რომ ჩავწვდეთ რატომ იწერებოდა ასე და რატომ არ იწერება ახლა ასე. ეს ცალკე თემაა და ამაზე ვეღარ გავჩერდებით. და კიდევ მიკენური ხანის 31-ზე გადავიდეთ. 31 გვერდზე მოცემულია უკვე ბერძნულ მიკენური ხანის ტექსტში მოცემულია კოლხეთი და კოლხიდელი. 31 თუ შეიძლება. 31 აი პირველი არის კოლხიდას, ასე ბერძნულად ასე წაიკითხება, მეორე წაიკითხება კოლხიდეიოს. ანუ პირველი არის კოლხეთი და მეორე არის კოლხიდელი. მოკლედ ასეთი. აი როგორღაც მოასწარეთ ბატონო გია და ბოლოს უკვე ჩქარჩქარი. მოკლედ ეს შეიძლება ვთქვათ რომ მითი მოისპო. ეს სხვათა შორის იყო ძალიან საჭირო და ძალიან ძირეული, იმიტომ რომ სულ არის ჭიდილი კამათი ამის შესახებ და ძალიან კარგია ფართო საზოგადოების ყურამდე და აღქმამდე რომ ეს მივიდეს ბოლო ეს მოსაზრება, რომ არის ეს ესე და არა ესე და დღეს ბატონი გია შეეცადა მართალია მცირე ინფორმაციით, მაგრამ რაღაცა გადმოეცა ჩვენთვის. ჩვენი გადაცემა ამითი არ მთავრდება, ჩვენ კიდევ რამოდენიმე გადაცემა გვექნება და ბატონი გია კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცაზე ისაუბრებს. ძალიან დიდ ასე რომ მომავალ კვირას ისევ კვლავ ბატონ გიასთან ერთად დაუბრუნდებით მაყურებელსა და მსმენელს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისათვის. მადლობთ, კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.